გოგა, სად ვართ? სტამბულში. დღეს ვაპირებთ ვინადიროთ ღორზე. ეს იქნება ველური ნადირობა. მოხდა. სუპერ. საოცარი ისტორიები შეგვიძლია რომ მოგიყვეთ უყურეთ ამ გადაცემას და ჩემი და მარლინის განხილვას. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ბატონო თემურ, ჩვენი მაყურებელი მოლოდინშია და იცის რომ მივდივართ თურქეთში. სტამბოლში ჩავფრინდებით, იქ დახვდებიან, არის ესეთი ქალაქი ადაბაზარი, სადაც კარგი ხანია ცხოვრობს ქართველი დიასპორა, ასე ვთქვათ. საკმაოდ დიდი დასახლება არის. ქართველები, ჩერქეზები ერთად ძმობენ, მეგობრობენ, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მე მყავს 20-25 წლის წინანდელი მეგობარი შეძენილი, იქაური, გოგიტიძეც მისი პირველი გვარი, ახლა ავჯი. მოდი ისიც ვუთხრათ თურქულად ავჯი რას ნიშნავს? ავჯი არის მონადირე. მონადირე. იმიტომ რომ ბაბუამისი იყო მონადირე. განთქმული მონადირე იყო, რომელიც თილ ოჯახს და იმათ არჩენდა ნადირობით რა. ცნობილი კაცი იყო რა. ამიტომ დაირქვეს მაგალმა ეს ავჯი და არის ავჯი და ჩემი მეგობარია, კარგახნის, კარგი კაცი ძალიან. ქართველობენ რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრს უჭირს საუბარი ქართულად. რა ნადირზე ვაპირებთ ნადირობას? ორი. ეხლა იქ რაც შევალ ჩვენ. მე პირადად შეზღუდვა არ მექნება. თუნა ვინადიროთ, გადავიღოთ, მოვეფეროთ იმ ხალხს, პატარა ერი ვარ და თუ სადმე ქართველი ცხოვრობს, სადაც ყველას უნდა მოვეფერო და მიზეზი რა არის, ეს სხვა არის კიდე. ჩვენ მშვენიერი მიზეზი ნადირობა, კაი მასპინძლობა იქნება, როგორც შეეფერება იქაურობას და მე მგონი უყოფილონი არ დავრჩებით. დარწმუნებული ვარ ნამდვილად. ხალხო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნადირობა აახლოვებს ხალხს, სხვადასხვა ერის ხალხსაც კი, ასე რომ იყავით ჩვენს გვერდში. გვიყურეთ ხალხო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. გოგა, სად ვართ? სტამბულში. და სტამბულში რა გვინდა? მალე, რა შეიძლება გვინდოდეს მე და შენ სტამბულში? რა თქმა უნდა, თუ არა ტახი, ყველაზე საინტერესო მოსანადირებელი ობიექტი, ჩემი აზრით, რაც შეიძლება თურქეთში ადამიანმა მოინადიროს. შენ იცი რატო გამრავდა აქ თურქეთში ტახი? არა. იმიტომ რომ ერთი პერიოდი არავინ არ ჭამდა ამ ტახს რა, სანამ ქართველებმა არ დაიწყეს აქ სიარული. სხვათა შორის ქართველებმა ძალიან დაიწყეს ამ ბოლო წლებში სიარული, ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი ვიცით რომ დადის, ვიცით რომ გვეპატიჟება, მაგალითად ბატონი გია ქათამაძე გვეპატიჟება ხოლმე ძალიან ხშირად. მოკითხვა გიას აქედან. მაგრამ ამჯერად ჩვენ დაგვპატიჟა ბატონმა თემურ ტყემალაძემ, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება აქ და თუ სურვილი აქვს შეუძლია კადრში ჩემოვიდეს რომ მაყურებელმა დაიგოს. არა მაქვს სურვილი. მაყურებელმა მიხილოს მხოლოდ ნომერშიო ესე თქვა. ჩამოვედით სტამბულში, ცოტა ამინდი ისეთი დაგხვდა, მონადირული. მე მომეწონა სხვათა შორის თოვა უხდება ნადირობას. თოვლი ძალიან უხდება ნადირობას და ბელორუსის პრაქტიკიდან გამომდინარე, თოვლიანი ამინდი რო დაგხვდა და კარგად რო ვინადირეთ. მოდი ჩვენც ვიმედოვნოთ, რომ თოვლიანი ამინდი რახან დაგხვდა, კარგად ვინადირებთ. მე მჯერა რომ კარგად ვინადირებთ ხახო და იმისათვის რომ კარგად ვინადიროთ, გვჭირდება თქვენი გულშემატკივრობა. გულშემატკივრობისთვის კიდე საკმარისი არის ლაიკი, ლამაზი კომენტარები, გულითადი კომენტარები და არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ მეგობრებო. აი, ეგ არის მთავარი, თორე ლაიკი საკმარისი არ არის. გამოიწერეთ არხი. მალე შეხვედრავთ. მალე, როგორ მგზავრობ? არ მოველოდი გოგა. დახვედრა იყო პომპეზური, რა შეიძლება ეკადრება ის არის რა. აი ბატონი თემური ამბობს როგორც გვეკადრებაო და რთულია რომ არ დავეთანხმო. თურქეთი საკმაოდ განვითარებული ქვეყანა არის, ვიცით მე შენც და ჩვენმა მაყურებელმაც. თან ქართველი ძმები გვხვდებიან, რომლებსაც პირველივე წუთიდან უნდათ რომ გვაგრძნობინონ რომ პატივისცემაში ვართ. მე მგონი ყველაფერი კარგად იწყება და უკეთესად გაგრძელდება. მარლენი და მე ვართ 3 დღის ნანადირები. ვაკეთებდით თქვენთვის და ვამზადებდით ვიდეოებს
და სტუდიიდან წამოვედით პირდაპირ აეროპორტში და ეს საწყალი მისავათებული არის, იმიტომ რომ რაც ეძინა თვითონავში 2 საათი არ ეხო. მაგრამ მაინც მზად ვართ, რომ დღეს თუ არა ხვალდილიდან ისევ ჩავდგეთ წყობში და ვინადიროთ. მასპინძლები ძალიან თბილად დაგვწდნენ. ყველაფერში ქართული სული და დამოკიდებულება იგრძნობოდა. სოფლის მდინარესაც კი ქართული სახელი ჭოროხი დაარქვეს. სამშობლოსთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყვნენ. ჩვენ გავავშირებს მინიმუმ 25 წელი ჩვენ ურთიერთობას. ამ 25 წელში ჩვენ ბევრი არ ვნახეთ ერთმანეთში. არ არის მარტივი ურთიერთობა, ჩამოყალიბებული კაცური, ქართული. და მიხარია რომ ამ რეგიონში ერთ-ერთი დასაყრდენი კაცი არის და ოჯახი არის ეს. თავის მეუღლესთან ერთად ერთად გაგიმარჯო შენ ოჯახს გაუმარჯოს, შენ დიდ ოჯახს გაუმარჯოს. კარგად იყავი ერთად. გაუმარჯოს თქვენს ოჯახს, დიდ ოჯახს და ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. სიკეთე მოგცეთ თქვენ და თქვენ ოჯახს და სულ ბედნიერად მაინახეთ სიკეთით და მშვიდობით. დიდი მადლობა. მადლობელი ვარ რომ ჩამოსულიყო ხარ ჩემთან. ეს ჩემი რაიონი მართლა ჩემი გუვარია, სხვა ვინ მარცხულობს. გოგიტიძე. მადლობ ისოცხლეთ. იცოცხლეთ. გახდეს. დიდი მადლობა თქვენ. მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ცოტა მონაწილეობას მივიღებთ ხოცის შეწვაში. დაგეხმარებით, ჩვენ წვლილს შევიტანთ. მალენ, საგულისხმო ის არის, რომ მე და შენ მიგვიყვანეს, აგვარჩევინეს ხორცი და სახში მოტანილი ეს ხორცი დააფასოვეს, მოამზადეს და ყველაფერი ისე ვთქვათ, მაღალ დონეზე აქვს გამზადებული. და როგორ დაალამაზებულად არის ეს ყველაფერი, ეს ხიბლავს რა. არის. და თვითონ კულტურა, აქაური კულტურა. კაია. კარგია. ჯო, რაია სახელი. მომეც. ციცაკა. ციცაკა ქვია ამას, ხო, ქართულად. ციცაკა. ხო და თვითონ ის კულტურა, რომ ბოსტნეულის შეწვის კულტურა ზოგადად, ხო? გრილზე, რა თქმა უნდა. აი ხიბლავს რა. ძალიან უხდება სხვადასხვა ხორცეულს. რა თქმა უნდა. აი ესეთი გემრიელი სტეიკი და გახუხული პური შემოგთავაზა მასპინძელმა სანამ სუფრაზე გადავინაცვლებთ. ნახან აქ ვართ. ბარემ გამისინჯეთ როგორი არისო და უარს ხო ვერ ვეთქვი. ვერანაირად. გოგა, როგორი შთაბეჭდილება გაქვს ამ ყველაფერზე რა? ფანტასტიკური, მალენი, ალბათ ჩვენ მაყურებელს პირველ რიგში უნდა უთხრათ ის, რომ პატარა საქართველო დაგხვდა თურქეთში. ძალიან თბილად მიგვიღეს და ძალიან გაეხარდათ ჩვენი სტუმრობა. ეს არის ალბათ ჩემთვის ყველაზე მთავარი დღევანდელ დღეს, რა. სასიამოვნო იყო ჩემთვის რა, იცი, რომ აი მაღალმთიან აჭარაში რაც შემხედრია ხოლმე საუბარი, ხო, ჯერ კიდევ შემორჩენილია ამ ხალხში ეს მომენტი რა. ეს მეორე ძმა.
პატარა ძმაა. იდე ის გვახარებს, რომ ხვალ ძალიან საინტერესო ნადირობას გვპირდებიან. ძალიან კარგი ძაღლები ყავთ და ბევრი ყავთ. ძალიან კარგად უნდა დააორგანიზონ ნადირობა დღეს რაც ვისაუბრეთ ადგილობრივ მონადირეებთან იქიდან გამომდინარე თოფები, ნუ ეხა თურქეთია და არ გვიგვირს რომ კარგი აქვთ და ბევრი აქვთ და რაც ყველაზე მთავარი არის, მე მგონი აღვნიშნეთ ჩვენ თუ არ აღვნიშნეთ, გვარი ამ ხალხის, რაც აღებული აქვთ ქართული გვარის მიღმა თურქულად ნიშნავს მონადირეს. ანუ მონადირეებთან ვართ ოჯახში სტუმრად. რა გვარში იყავიო, რო კითხავენ, რა გვარებთანო და მონადირეებთანო, ესე გასცემ პასუხს რა. ესეც გულს გვიხარებს. განსაკუთრებულად კიდე გამკვირვებია, რომ აი ამ მასშტაბების ბუხარი რამხელა სითბოს იძლევა ბიჭო. მე რომ მკითხო, აი ინგლისური სტილის ბუხრები რო არის, უზარმაზარ სასახლეებს რითიც ათბობდნენ, დაახლოებით ის თემა არის, იმიტომ რომ ეს ბუხარი უზრუნველყოფს აი ამხელა დიდი ოთახის გათხოვებას. ანტილოპის ტყავი როგორ მოგეწონა? ესეც მაგარი ეფექტი იყო, შემოვედი თუ არა დავფიქსირდა და აწივ ვფიქრობ ნელ-ნელა შეიძლება რომ გადავინაცვლოთ მაგიდასთან და შევუდგეთ ქართულ ნაღდ ფუსფუსს. არ გეტყვი უარს მაგრამ. ჩვენ მიწა-წყალს გაუმარჯოს. შენ გაქვს ძალიან დიდი დავალება, რომ აქ გააკეთო სკოლა ქართული. იმიტომ რომ ბავშვებმა უნდა ისწავლონ ქართული. ეხლა აქ რო იყოს ცოტა ხალხი ქართველები, მაშინ კიდე არ აუშავს. მაგრამ უკვე დიდი სოფელი არის. და არა გაქვთ უფლება დაკარგოთ ქართული ენა. მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს დალაგებული, ჩვენი მეგობრობა იყოს დალაგებული, რომ თქვენ აქ სოფელმა იცოდეს, რომ არის საქართველო, ჩვენ ვართ მეგობრები, ძმები ვართ, საქართველოს გაუმარჯოს და ჩვენ ქართველობას გაუმარჯოს. ქართველობას გაუმარჯოს ხალხო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით თურქეთში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე, ალბათ იცანით მეჩეთი. მოგლეთ დღეს ვაპირებთ ვინადიროთ ღორზე. უпростоრეთ გარეულ ტახზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება ველური ნადირობა ხალხო. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ველურ პირობებში მოვახერხებთ საკმაოდ დიდი ეგზემპლიარების მონადირებას. ბატონი თემური მომართულია რომ მხოლოდ დიდი კერატი უნდა მოვინადირო, პატარა ტახები და რაღაცები თქვენთვის ამთნიაო, ჩემი არ უნდა იყოს 300 კილოზე ნაკლებიო და მე და მალენი არ ვართ წინააღმდეგი. არ ვართ არადაირად წინააღმდეგი. წავიდეთ თემურ. შევთავდით. ვინადიროთ? შევთავდით. ძალიან מחარებს ერთი რამე ხალხო, რომ ჩვენი მასპინძელი ვინც არის ამ დღევანდელი ჩვენი ნადირობის ნელა დაყავს მანქანას, აკვირდება ტახების ჩამოვლილ კვალს ხომარ აქვს ადგილი და რამოდენიმე ადგილი უკვე ამოვიკითხეთ. ეს ძალიან გვახარებს, ესე იგი ტახი არის ამ რეგიონში, ამ ადგილზე. მივიწევთ მაღლა მთისკენ და ახლოებით ვიქნებით ალბათ 800 მეტრ ზღვის დონიდან. უკვე თოვლის ნიშნები არის. ну ალბათ უფრო ყინვის ვინემ თოვლის, იმიტომ რომ თოვლი უკვე დამდნარს გავს. ნარდა? და ცუდი რაც არის ძალიან უნუსიანი ამინდი დაგვდა მხედველობა ძალიან მკვეთრად გაგვიუარეს და აი ბოლო 10 წუთის განმავლობაში. შერეული ტყე არის, მუხნარი, წიწვოვანი და სხვა ჯიშის ხეებიც. ტყე არის იდეალურად მოვლილი, ძალიან კარგად, აი ძალიან იშვიათად რომ ესეთი ისეთი იყოს, აი
მოვლითი სანიტარული ძრები ყველაფერი არ არის ესეთი ფისხი მთები, თაგორიანი ესე ვთქვათ და ნადირისთვის არის იდეალური. რაც ნახეთ ჩვენი შვლების და ირმების და ღორების განმონავლები არის ამ გზებზე, რაც მოწმობს რომ ნადირი არის რა. დანარჩენი ნახოთ ახლა თვითონ პროცესში გამოჩნდება ბევრი. ახლა ჩვენ ვდგევართ ერთ აქტიურ ბილიკზე, სადაც ნადირი მოძრაობს და ალბათ ერთ-ერთი აქ დავრჩებით რა. ჩვენგანი ხიზლად უნდა ვიყოთ და დანარჩენი ღვთისნება არის რა. როგორი წარმატებული დღე იქნება რა. ძალიან საინტერესო ვითარება არის. ხედავ რომ ცეცხლს ანთებენ აქ და ხედავ რომ იქ ხარისაც ცეცხლი დაანთეს. დიდი ეჭვი მაქვს იმისი, რომ ქმნიან იმისთანა ვითარებას, რომ ნადირს არ ჰქონდეს სურვილი ამ ხარეს გამოიაროს. არასოდეს არ ყოფილვარ მე პირადად ესეთი სტილის ნადირობის. ძალიან ახალი სისტემა არის ჩემთვის ნადირობის. არ ერიდებიან არც ხმაურს, არც არაფერს. და აშკარად ბოლს ნახე ვცდილობენ რომ წიწვოვანი დაწვა, ანუ მეტი ბოლი იყოს, ანუ მიზანი ცეცხლი კი არ არის, მიზანი არის ბოლი. აიდა, გადაიღე, შენი გადაიღე. აიდა. რა საინტერესო ჯიშები არიან. აი ძაღლები არიან. ყველა ძაღლი შემოსილი არის აქტიური არის GPS-ით. და პატრონმა ყოველთვის იცის ძაღლი რომელიც წებს სად არის, სად არის. ეხლა ზუსტად ეგ გითხრა ჩვენ სხვათა შორის ხელმა მეგობარმა ძაღლებს რო გაუშვებთო ძაღლების მოქმედების მიხედვით დავაყენებთ ნომრებს მოქმედებას რა. ხო, საინტერესოა. შესაბამისად ეთქობა ჩვენს მოგვიწევს რაღაცა ძაღლებთან კომუნიკაცია. ზუსტად ეგ არის ხალხო რა, ჩვენი არხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ასე რომ ვთქვათ, რომ გაგაცნოთ სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ნადირობს ხალხი. სხვადასხვა სტილი ნადირობის ჩვენც ვისწავლოთ და შესაბამისად გაუზიაროთ მე ჩვენი ეს ცოდნა ეს არის კოლექტიური ნადირობა, სპეციფიური. რაღაც ესპანურ ნადირობას მაგონებს, აი ესეთი დიდი კოლექტივი ბევრი ძაღლებით, სადაც დომინანტი არის ძაღლი, იმას მიყავს ნადირობა და მე მისი მოქმედებით იქცევი შენ, სად დაუკეტო მიხვიდე, რა უნდა გააკეთო რა. სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის. გავეშურეთ, როგორც ჩანს, იმ ადგილზე სადაც ვინადირებთ. ნახოთ რა იქნება. GPS-ით ამოწმებენ რა ადგილას არის ძაღლები, როგორც ჩანს. და ვცდილობთ ამ ძაღლებთან მისვლას. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ძაღლებს ღორი ყავთ გაჩერებული და ჩვენ როგორც ჩანს უნდა მივიდეთ სანახავად. ძალიან უცნაური ნადირობაა. უცნაური, მაგრამ საინტერესო. გუბერნმენტლერ. გავაჩერეთ მანქანა და როგორც ჩანს ახლა მოგვიწევს ფეხით სიარული. დაახლოებით ხვდები. We are here. Yes. Yeah? This is a Kopak. Yes. ანუ ახლა მე რასაც ხვდები, ძაღლები გადადიან კიდეც და სხვაგან. Avcılar var bizden adamlar var şimdi. ვადენთ ყურ ძაღლებს სად მიყავს ღორები რა. და იმის მიხედვით მე გადავადგილდებით და გადაუკეტავთ გზას. Görüyor musun abi? Abdullah abinin arabayı göreceğim bak orada dur. Davarcı var biz öyle doğru gideriz köpekten yanına. Tamam. სანამ ჩვენ ქედის აქეთ ამ მხარეს ვკეტავდით, ქედის მეორე მხარეს უკვე ტახები მოინადირეს. Tamamdır abi. Ha buradan böyle geçecek. როგორც GPS-ი გვეუბნება, კილომეტრ ნახევარში გაუჩერებიათ ძაღლებს ტახი და ეხლა მალე მივალთ ჩვენც. ისე მინდა აღვნიშნო, რომ ძაღლებმა ძალიან დიდი დისტანცია დაფარეს რა ამ ტახების დევნაში. ალბათ რო არ შემწხვეს, ალბათ 7-8 კილომეტრია გავლილი. Bize doğru gel. Abi. Bu çeşmeye doğru gel. Dayın mı var? En sevdiğim dayın. Nereye oraya mı? Fırladı gidiyor. Tamam. Böyle geliyor etek. Görüyor musun? Abi böyle. Dere yörük tarafına. Tamam.
აი, ესეთი ულამაზესი ნომერი შემხვდა. წილად. ძალიან ამად ადგილებს გავარ. წინ მაღლა, არ ვიცი GoPro-ში. გამოჩნდება თუ არა, უნდა ჩანდეს ის ქედი, საიდანაც დაიწყო სარეკი. და ბოლი თუ ჩანს. ამომავალი ბოლი, სადაც კოცონი დაანთეს ბიჭებმა, რომ ტახი იქითკენ არ წასულიყო. შეშვებული ყავთ ახლა ძაღლები. და მე ეს ადგილი უნდა გავაკონტროლო. ბატონი თემური სხვა მანქანით წაიყვანეს. მე და მარლენი აქეთკენ წამოვედით ამ ხეობაში. აი ხა მე ვალენ ბუჩქებთან. და აი ამ გამოსასვლელს და აი ამ ტყიან ჩამოსასვლელს ვეცდები გავაკონტროლო. აღნიშნე ძალიან კმაყოფილი ვარ ადგილით, სადაც დამაყენეს, იმიტომ რომ ფანტასტიკური ხედვა მაქვს. აი ამ გაყოლებაზე, ამ ბუჩქნარის ქვემოთ თუ ჩაირბინა ქეთთან კაცი დგას, ანუ ზუსტად ჩემი თოფის ლულის მიმართულებით. ეხლა არ დამიწყოთ იქითკენ რატო მიიშვირეო, არ მიდევს ჯერ ტყვია. იქ ადამიანი არის, აქედან ველოდები გამოსვლას ან მარცხენა მხრიდან. თუ სადმე გამოვიდა სასროლზე, ხო, ძალიან კარგი. ერთადერთი არის რომ რატომღაც მგონია რომ შეიძლება ბუჩქებს გაყვეს და გავიდეს იმ ნომერთან. მარლენი უნდა იყოს ჩემს ზემოთ ალბათ ერთი 100 მეტრით მოშორებაში, ალბათ იქაც კარგი გამოსასვლელი არის და კეტავს. ჩემს უკან მდინარეა და ძალიან სასიამოვნო ჩუხჩუხიც ისმის. მეგობრებო, ხედავთ ღორების ნამუშევარს. მე სადღაც შორი ახლოს დავდგები, აქ მშვენიერ გამოსასვლელს ვხედავ. ხო და აი ამ გამოსასვლელთან მომწევს დადგომა. ყველგან ნამუშევარი, ყველგან ნათხარია. აი აქაც აშკარა არის რომ ტახების რაოდენობა სიმცირეს ნაღდად არ განიცდის. სასრულ არეალზე ვიტყვი 1-2 სიტყვას, რომ შეზღუდული ხედვაა ჩემს გვერდზე გოგა დგას, სადღაც შორი ახლოს. ხედებით შეიძლება რომ დატკბე ადამიანი ნამდვილად ოღონდ ჩემს მარჯვენა მხარეს და ისიც მაინც და მაინც რო თქვა რომ კაი ხედვა მაქვს, მეთქი არა. ამ უცხო ნადირობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნომერში სულ 15-20 წუთი გვიწევდა ყოფნა და მერე ადგილს ვიცვლით. შევიცვალეთ ლოკაცია და მომიწია მდინარესთან ახლოს ყოფნა. ცოტა კი ხმაური იქნება, ალბათ ვერ გაგაგონებთ ხმას ნორმალურად, მაგრამ იმედია რაღაცა რომ გამოვა. გასროლის შემდეგ შედეგს მაინც ჩავიბარებთ. ბუნება გადასარევია, საცარი ხედებია. დიდი შანსია რომ აი ამ გამოსასვლელში ველოდოთ ტახს. აი მე მგონი მალენით ჩანს ჩემგან არც თუ ისე შორს და ახლობით 50 მეტრში არის. გვითხრეს რომ GPS-ზე ჩანს როგორ გადაიყვანეს მდინარეზე ტახები ძაღლებმაო და მე არ მესმის ახლა მდინარის ხმა მიშლის ხელს, მაგრამ დევნა სავარაუდოდ აი ამ გორაკის უკან არის. და ტრაექტორით ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში რომ სადღაც აქ უნდა ჩამოირბინოს ტახმა. ნახოთ, გაველოდოთ. მარლენს ხედავ კარგად და კარგად არის. და მე მგონი მარლენის წინაც თუ ჩანს GoPro თუ აღიქავს, კარგი ჩამოსასვლელია დიდი ალბათობით. თუ აქეთკენ აიღო გეზი, დიდი ალბათობით ჩამოვა ჩემ მარლენთან. მე კიდევ დგავარ აი ასე. აქეთკენ კლდიანებია.
ვერ ჩამოვა და ზუსტად ჩემს წინ არის კიდე ერთი შანსი ტახის ჩამოსვლის. ჩვენს უკან კარგი მინდორი არის. ვინიცობა ისეც რომ მოხდეს, რომ თქვა არასასრულზე გადმოკვეთა მდინარე. უკან საკმაოდ გაშლილი ფართე მინდორი გვაქვს. Tamam, ide. Haydi! Ne oldu? Yukarı gidiyor. Alo, yukarı gidiyor. Koş koş. Darling. Yaw, არაფერი. ჩვენმა მასპინძელმა მომწერა ეხლა რომ მესამე ტახიც აიღეს და რაღაც უჩვენოდ ხდება ყველაფერი ეს. ითვლება რომ ჩვენ გვაყენებენ ყველაზე კარგ ადგილებში და ნუ ესე არის ხალხი ნამდვილად ცდილობს რომ პატივი გცეს ბიჭებო, მაგრამ რაღაც არ გვიმართლებს რა. არა და აი მე იქიდან ნომერში ხო ვიდექი და ვთქვი კიდეც ძალიან კარგი სასროლი გაქვს და რამე რო გამოსულიყო აქ ალბათ შანსი არ ქონდა და შორს რომც გამოსულიყო და გადაესწრო ჩვენს უკან ისეთი მინდორი არის რომ გადავასწრებდით და ყველა ვარიანტში რა იცი კიდევაც უთხარი ჩემს მაყურებელს რომ აი გადახეთ მას იმის საშუალება რომ უშევ ხო არა? ხო ბილიკი არის თითქოს საიმისო რომ გამოვიდეს და აი იქიდან ველოდებოდი მეთქი გამოვიდო და იქიდან და აქ უკვე ნუ როგორ ვერ შეხვდებითკო რა მაგრამ ნუ ბედის ამბავია ნადირობა ბედის ამბავია ერთ მხრივ ძალიან სამწუხარე არის რომ მე და მარლენმა ვერ მოვინადირეთ მაგრამ მეორეს მხრივ მოდი შევთანხმდეთ რომ სამი ტახი სულ არ არის ცუდი შედეგი რა ნამდვილად არ არის ძალიან მაინტერესებს უბრალოდ ვინ მოინადირა როგორ ბატონ თემურთან არა გვაქვს სამწუხაროდ კომუნიკაცია არ გამოვრიცხავ რომ იქნება თემურის გაუმართლა ნეტა და ნუ აი ვნახოთ დაიღებდნენ ვაფშე დავიხატებოდით ხო არ ნელელად გავიწიოთ უკვე და დავაგდეთ ისე ჩვენ ნომრებზე დაგვიძახებენ ალბათ დაავლაგდებით და არა ნომრებზე გადასვლას აზრი არის აქ მომწერა რომ 15 წუთში მანქანით მოგაკითხავთ და ტრასაზე გამოდით რა არის მოხდა დიდი 4 იყო წინ მაგარი მოვიდა დიდი ალბათობით ჩემს გვერდზე რომ თემურია მისი გასროლა იქნებოდა. სწორედ გამოვიცანი, თურმე ბატონ თემურს მოუნადირებია. ძალიან კაი, მაგარი ტახია. როგორც გვინდოდა ზუსტად ისეთი არის. ეხლა ვნახოთ, აბა ეშვები როგორი აქვს. რა ხდება, კაი ზომის არის. ესე იგი არ შევწვენილ ვართ. შეხედე. აბა რა ნეშვები ახლა. სუპერ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მეგობრებო ჩამოვედით შედეგის სანახავად შედეგად გვაქვს ეზეთი ტახი სხვათა შორის საკმაოდ ბანჯგვლიანი ტახია საკმაოდ ვაშე გენაცვალე ბიჭო შვენიერი ნახე რა ცხვირპირი აქვს
კარგი ეგზემპლარია, შუკები პატარა აქვს. აშკარად. ალენ. მე მგონი 1-3 წლისა იქნება მეტი არის. იქიდან გამომდინარე, სადა აქვს ჩამოტანილი. ზუსტად შენი ნომრის ზემოთ რო გვესმოდა მე და შენ სროლა და ძაღლების წყავ-წყავი ეგამბავი არის რა. ანუ ესენი ხო ხელს არ კიდებენ როგორც ესეთი რა ტახს. ესეც ხა ჩვენი დიდი პატივისცემით გამოიტანეს, მაგრამ ის ორი ცალი მობილურის ვიდეოებით აქვს გადაღებული რა. აი ნახე ხელს იბას კაცი, ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემა იყო ეხლა ამათმა რაც ხმეს, იმიტომ რომ როგორც წესი ეგრევე ტოვებენ ტყეში ყველაფრის გარეშე რა. მოინადირა დააგდო. იგივე სარეველაა რა ამათვის ისე ინგუშეთში გახსოვს რა მოგვივიდა? დიახ. აი ეგ თემა იყო რა. შენი აზრით რამ ხელა იქნება წლოვანებით? წლოვანებით ეს იქნება ალბათ მეოთხე წელში, აი ესე მგონია მე პატივისცემა. ეშვებიდან გამომდინარე. ალბათ 4 წლის არის მე ესე მგონია. ნუ 3-4 წლის მოდი ესე ვთქვათ. რაც თავარია დაწყებული ვარ ძალიან გემრიელი სუკები ექნება. მოკლედ ჩვენ ძლუვის დავყერეთ რომ ეს ტახი გამოიტანათ. თქვენ თვითონ შეხვედით მე მგონი შიგნით ტყეში ხო? არა, შავედით შიგნი. დავამუშავეთ. ხო, აი იყო რა. ჩვენ ჩამოგვიტანეს პატივი გცეს. მართლა? გადუკეთეს. რა ესროლეს უკან ამისთან? ჩვენ არ გვისვია ჩვენ. არა, რა ესროლეს მე? ხო, რავი, ჟაკანი რა. ჟაკანი ესროლეს ახლოდან რა. გაჩერებული ყავდათ ძაღლებს. ფეხი ცოტა ხილი. თემურ მიხედოთ ხო საქმეს? ამოვაჭროთ გემრიელეს გაცილები და ეგ არის. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დღეს სანადიროდ სხვა ადგილას მივემგზავრებით. მასპინძლებმა გვითხრეს, რომ გუშინ სადაც ვინადირეთ, იმ ტყეში სანიტარული ღონისძიებები დაიგეგმა სატყეო სამსახურის მიერ. ამიტომ მეზობელ სოფლებს ვესტუმრეთ. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს მეორე დღე გავვითენდა ნადირობის. მოვაგენით ესეთ ძალიან საინტერესო ყვალს. ხედავთ, სხვა ლოკაციაზე ვართ. შემოვედით უფრო ტყიანში, ანუ უფრო ჯმუხი ტყე არის, წიწვოვანი არის, ძალიან წამოსული. აი გაუვალი ტყე არის რა, პრაქტიკულად მარტო გზა გვრჩება სანადიროთ, მაგრამ ამ გზაზე ისეთი კარგი კვალი ვნახეთ ეხლა მე და შენ რომ აი ეხლა გაანახო მაყურებელს ამ კერატის კვალი. კერატის ეს არის ალბათ დიდი კერატი. წუნა. ნუ რავი 150 ექსპერტი, ბოდიში ექსპერტი ბატონი თემური არის ეხლა ჩვენ შორის, მაგრამ ალბათ ერთი 150 კილოიანი ყველა ვარიანტში მინიმუმ. ეს არის კარგი მოზრდილი ტახის კვალი ხო? როგორც ბატონმა გოგამ აღნიშნა, მოზრდილი კი არ არისო, ზრდასრული იხმარეთო ბატონმა თემურმა. შენიშვნა მიღებულია პატივცემულო, მიღებულია შენიშვნა. არა და მოზრდილი არის ამ ფაილი. აშკარად მოზრდილია. მოკლედ, ჩემო ხალხო, კაი ხასიათზე ვართ, ალბათ თქვენს გესმით რას გამო. გუშინ წარმატებული 3 ასე თქვა ნანადირები ჩავიბარეთ. ძალიან გაგვახარა ბატონმა თემურმა იმითი რომ ერთ-ერთი მის ნომერში გამოვიდა და მან მოახერხა ამის მონადირება.
და დღეს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ჯერიც დადგება აუცილებლად. დღეს არის ჩვენი და ამათი კომბინირებული ნადირობა. გუშინ მხოლოდ ამათი ნადირობა იყო, ანუ ამათი წესებით ნადირობა. დღეს შევიტანეთ რაღაცა ჩვენი მოთხოვნები, თხოვეთ რომ ეს კორექტირებები რა. ნუ მახარებს ის რომ ბევრი კვალი არის და რამოდენიმე ადგილას გაუშვებენ ალბათ ძაღლებს და ჩვენც დაგვაყენებენ ნომრებზე შესაბამისად. გუშინ სადაც ვინადირეთ, გურია აჭარის მთებს მაგონებდა. ეხლა სადაც ვართ, უფრო რაჭის მთებს მაგონებს რა. სულ მინდა რომ ჩემი საქართველო დაგზდევდეს თან რა. სხვათა შორის ისიც უნდა აღინიშნოს ხალხმა, რომ გამოვიარეთ დასახლება, რომელსაც ბურსა ჰქვია და ქართული დასახლება. ხო, ქართველები ჭარბობენ და ეს ძალიან გვახარებდა, როცა მოვდიოდით აქეთკენ და ну, პრინციპში ყველაფერი აქაურობაც ასოცირებს ალბათ ზუსტად მაგიტომ საქართველოსთან რა. ეს ღორიო იქნებაო იქო ჩასულიო. ეს ღორიო იქნება ჩასული მე. დაბლა არაო, აი იქითკენ იქნება გადასულიო, რატო ასკვნის ვერ გავიგე. უთხარი და არაო, აი აქედან უშვებთ, იქითკენ არის ღორები გადასული. არ ვიცი, ყველაზე უშვებენ ისე. ყველაზე უშვებენ ისევ, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დამდგარიყავით, რა ვერ ვაგებინებთ ბოლომდე რა გვინდა. ესენი უშვებენ ყველაზე და მერე გვაყენებენ ნომრებში და არ ვიცი. ეხლა ეს ღორი წესით აქეთ არ უნდა წამოვიდეს. ეგე. შენ ყოლში რომ იყავი, უნდა გავიდეს სხვაგან. რა შევ. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ალბათ დაგვაყენებენ ქვემოთ რკალისებრად. მაშინ არ ვიცი. მივაგენი ბილიქს. თქვენც ხედავთ ალბათ ვკაფიოთ. აქ შეიძლება რომ ამოიკითხო ჩლიქოსანის ნასიარულები. მეორე ბილიკი აქეთ გამოდის. და დიდი ალბათობით ამ ნომერშივე ჩავდგები მე. გოგა სადღაც შორი ახლოს იქნება ალბათ. იმედია, სადმე ჩემს გვერდში მაინც არის. დაგვაყენეს ისევ ნომერში. ტყეში ვარ შემოსულები. ხედულობა რო გითხრათ, რომ სახარბიელვარი ტყვილი იქნება. მე ჩემს პირდაპირ ბილიკი გზა რაღაცა ყოველ შემთხვევაში ერთი ჩამოსასვლელი არის. მალენი უნდა იდგეს ჩემს მარჯვნივ ალბათ ერთ 150 მეტრში. კარგი ის არის, რომ თუ წამოვიდა პირდაპირ ჩემზე წამოვა და ვეცდები რომ სადმე ისე დავდგე რომ ჩავიმალო და მარცხენა მხარეს მაქვს ხევი. ამ ხევში რამდენად დავინახავ არ ვიცი, ჩავალე ხავ ნახავ, მაგრამ თუ ზემოთ გადაირბინა ქედზე, მაშინ კარგი სასრული იქნება. აქაც რაღაცა ბილიკი ჩამოდის. ну, ყოველ შემთხვევაში ტახი ისეთი ცხოველია, რომ შორიდან გავიგებ, სანამ დავინახავ, ნამდვილად გავიგებ და სადაც არ უნდა მოვიდეს, იქითკენ დავუჭერ. ნახოთ. მე მგონია, რომ მაინც ჯობია სადღაც აქ დავდგე რა, იმიტომ რომ მეტნაკლებად მარჯვნივათაც მაქვს სასროლი, წინაც. ну, თუ იქიდან გაირბინა, ხომ თლად უკეთესი. არ არის დიდი ხანი გასული დაახლოებით 15 წუთია რაც დავდექი და როგორც გითხარით, მარლენი არის ჩემს მარჯვნივ და მარლენის ზემოდან, აი მიმართულებიდან მესმის შორიდან ძაღლების ხმა, რომელიც პრინციპში ნელ-ნელა მარლენს უახლოვდება. ეხლა ჯობია ჩუმად ვიყო, რომ ნადირი არ დავაფრთხო და ნახოთ რა მოხდება. ღორი იყო, კაცი მეგონა. ძალიან სქელი ტყე არის. ძალიან ახლოს აღდეს.
გაატარეს. სადაც ვიდექი და ყვალი ვნახეთ გზაზე, იყო დაბლა ჩასული ღორი. იქ გაუშვეს თუ არა ძაღლებმა, მე კი გული მიგრძნობდა, რომ სადღაც იქვე ეგდებოდა ის, რა. და 10 წუთში წამოახდეს. და წამოიყვანეს უკან, მე მეგონა ცოტა დაბლა გამოვიდოდა. და პირიქით ზევით გაჭრა, დავინახე რამ ხელა ხე გაინძრა, ჯერ კაცი მეგონა და კაცი შორს იყო და გადაგვატარეს თავზე, რა. ერთი 20-25 მეტრით უკან რო ყოფილიყავით, მაგას ვესროდით. შენი ნომრიდან გასროლა არ გამიგია. იყო სროლები და არ ვიცი. შეიძლება მოინადირეს კიდევაც, იმიტომ რომ ისეთი გასროლა იყო, რომ გავდა, მონადირებას გავდა. დიდი ალბათობით SMS-იც მომივიდა, რომ მე მგონი კიდე ერთი მოინადირესო. მაყურებელს იცით უთხარი, რომ ჩემგან მალენი ალბათ 150 მეტრში დგას და იმის ზემოდან ისმის ყეფა მეთქი რა და შეიძლება მალენსაც გამოუვიდეს მაგის ბედი რო ვიცით, მაგრამ კარგია რომ შენც არ გამოგივიდა. სამწუხაროდ. ხალხო, ანუ ძალიან დიდ პრობლემას წაუწყდით კომუნიკაციისას. სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ დაახლოებით რამდენი 20 კაცზე მეტი ვართ და ახალგაზრდები არიან. არავინ ინგლისური არ იცის. ელემენტარული, არც ინგლისური და არც ქართული. გაგიკვირდებათ და არც სომხური. მოკლედ კომუნიკაცია პრაქტიკულად ნოლი გვაქვს, Google Translate-ს ხმარობენ და SMS-ებს მიგზავნიან, რომ აი გამოდით. თან ისიც უნდა თქვა, რომ ზოგან იჭერს ეს ინტერნეტის ზოგან არ იჭერს და რაღაცა შარში ვართ, მაგრამ ნუ რა გინდა, ველური ნადირობა არის. ხან ესეა, ხან ასეა. ყოველ შემთხვევაში განწყობა კარგი გვაქვს. რა თქმა უნდა. კარგია რომ მოინადირეს, მე ხა ტყიდან სანამ ჩამოვიდოდი, მესმოდა სარეკის საუბრის ხმა და ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ რომ მოკლეს ხო არ ჩამოაქვთ მეთქი აქ. აი არ ვიცი ერთი სული მაქვს ხა ბიჭები ჩამოვიდნენ. არც ვიცი მე, ხო აი მე მივხვდი ერთ რაღაცას, რომ აქ ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ჩამოდიო, ქვევით უნდა ჩამოიწიო და რა ხდება ვერ მივხვდი. თოფით დავდე და ველოდები, რას ველოდები, მე თვითონ ვერ ხვდები რა, მოკლედ. მალე გაგაგებინებთ რას ველოდებით მე და მალე. დარჩით ჩვენთან. რაღაცა თემურიო და მანახა GPS-ზე. Bak Temur. ხო? Temur buradaydı. Köpekler hemen üstünden geçti. ხო, ალბათ ძაღლებმა იქ აუგდესო რა. მე ვიდეთ ვნახოთ, საინტერესო არის. კაი დიდი არის, არა? შვენიერი არის, მაგრამ 3 წლის ნახია. 3 წლის ტახი არის, ხო? ერთ 3 წლის ნახია. გადასარევი, ეშვებიც ისეთია. ეშვების ნორმალური, ახლა სატროფეო არ არის, მაგრამ კარგია, ნორმალური, გამოკვეთილი ტახია უკვე, რომ ესეთია რა. მოკლედ მეგობრებო, მე მინდა გითხრათ ესეთი რამე, ჩვენი გუნდი მონადირეებისა შედგება არა მარტო ქართველებისგან, აქ არიან ჩვენი თურქი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად ნადირობენ და მოკლედ რა, თქვენ უკვე ხედავთ და იცით რომ GPS-ებით ნადირობთ და GPS-ი გვაზრებს იმის საშუალებას, რომ ძაღლების მიერ მიმწყვრეული ტახი გაცილებით უფრო ადვილი მოსანადირებელი ხდება რა. ნუ ამათი ტექნოლოგია მე მხიბლავს ზოგადად მოპოვების საშუალებას იძლევა რა ეს ტექნოლოგია. მაგრამ ბატონ თემურს რო ქონდა დღეს მოინადირებინა შანსი, სულ რაღაც 20 მეტრი რო დააგავდა, 2 ამხელა მაინც იქნებოდა. ხო. უზარმაზარი ტახი იყო. ადგილი შევიცვალე, მაგრამ ხო ვერ გაიგებ ახ. მაგრამ საქმე რაში ეცი ტყია ურთულესი ტყი არის ნადირობისთვის. ურთულესი. ნადირი არის ძალიან ბევრი, იდეალურია ნადირისთვის. მაგრამ ისეთი ქვეტყია, გაუვალი ძეზნარი, ნაძვი, პატარა, ყველაფერი შიგნი ვერ შეხვდ პრაქტიკულად. თუ რაღაც ადგილი არ დახეს სპეციალურად რაღაცეები, ვერ იმას იზავ რა. ამიტომ შევიცვალე, ოდნავ დაბლა დავიწიე და 20-25 მეტრი ზევით გავიდა ტახი, ძალიან დიდი, მიქონდა თელი ტყე რა. ნუ რას იზავ, გუშინ გამიმართლა დღეს ვერა, ჯერჯერობი. ასე რომ აქ შანსი ძალიან ბევრია. არის თავისებური ნადირობა და ამ თავისებურ ნადირობას აქვს გამართლება. ძაღლები ყავს წყინვალე
იმედიანი ძაღლები, რომ ადრე თუ გვიან გააჩერებენ ნადირს და GPS-ები ეხმარება ძალიან. აქ არ არის ისე, რომ ჩვენთან გადაკეტავ ფერცს, მორეკავ და ჩვენ ამით მოქმედებთ. ამ GPS-ებით მე მანქანით მივდივართ, მე ვკეტავთ და ვისაც გამოვა ახლა მაგის დაზღვეული არავინ არ არის რა. აქ შეიძლება არსებობს ერთი რამე, რომ ერთი 100 მანათი ჩაუდოთ ვიღაცა ჯიბეში და ჩვენთან გამოვა ორი. ეხლა აი ამ წამს მანახა ამ ბიჭმა მოუკლია ამ კლუბის პრეზიდენტს. აი ამ კაც შეგიძლია მიულოცო ხელი ჩამოვართვა. დღეს ამ ტახის მონადირებით დავასრულეთ ნადირობა და სასიამოვნო დაღლილები სახლისაკენ გავეშურეთ. ძნელია არ აღვნიშნოთ, თუ რამდენად მაღალ დონეზე მოწესრიგებული დახვდა თურქეთის ტყეები. თვალში საცემი იყო ჯანსაღი ნერგების სიმრავლე, კოხტად მოჭრილი და დასაწყობებული მორები. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ამით მორჩა ჩვენი ნადირობა, მაგრამ არ მორჩენილა ჩვენი მოგზაურობა თურქეთში. ხალიდელი დღეც გვაქვს კიდე და მე მგონი ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ამ დღესაც ამ ხალხთან ერთად გავატარებთ ამ საოცარ ხალხთან და საოცარ ქართულ ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მე და მალნის სამწუხაროდ არ გაგვიმართლა, 4 მონადირებული ტახი გვაქვს, მათ შორის ერთი ბატონი თემურის მონადირებული და ჯამში შეგვიძლია გითხრათ, რომ ნადირობა შედგა, კარგად შედგა და ნამდვილად ახალი გამოცდილება შევიძინეთ მეც და მარლენმაც და რა ვიცი, მოკლედ კარგი იყო, ძალიან კარგი იყო რა. ძალიან კარგი იყო. მადლობა ბატონ თემურს იმისთვის, რომ დააორგანიზა, გაგვაცნო ეს საოცარი ხალხი, მე ნადირობაზე უფრო მეტად მოვიხიბლე აი ამ საქართველოთი, რომელიც აქ დამხვრა რა მალე და გულის ფსკერი გამითბო. ხალხს შენარჩუნებული აქვს საქართველოს თურქეთში. საოცარი ისტორიები შეგვიძლია რომ მოგიყვეთ, უყურეთ ამ გადაცემას და ჩემი და მარლენის განხილვას. გამოიწერეთ არხი, იმეგობრეთ ჩვენთან და ინადირეთ ჩვენთან ერთად. დიდი სიმრავლე და პატივისცემა. ეს პატარა საქართველოს მაოცებს, მაოცებს. ოჩარები ხარ, გენაცვლით სუპერს. მარლენ, ალბათ ჩვენ მაყურებელს უკვირს. 4 ტახი გვაქვს მონადირებული და თევზს რატომ დავსტრიალებთ მე და შენ და არა უხსნათ ამ პატიოსან ხალხს რაშია საქმე? ორი მიზეზი არსებობს ჩემო კარგებო ამისი. პირველი და ჩვენი არხიდან და ჩემგან და მარლენისგან იცით რომ შეუმოწმებელ ხორცს ტახისას ჩვენ არ მივირთმევთ და მეორე არ დაგვაუწყდეს რომ მუსულმანურ ქვეყანაში ვართ და აქ რომ გაგვეკეთებინა მიუხედავად იმისა რომ პატრონი თანახმა იყო კი არა და გვაძალებდა რომ გააკეთეთო ვიცით რომ ის დანა რომელსაც ვიხმართ ის ტაფა რომელსაც ვიხმართ მე უნდა გადააგდო ამიტომ გადავწყვიტეთ რომ თევზზე შევჯერდეთ ვახ ესე იგი აი ბატონი თემური არ მაძლევს მუშაობის საშუალებას რა მამა ჩემს მაგონებს ერთი კაცი მამა ჩემი არის მთელი ცხოვრება ჩემით უკმაყოფილო და მეორე თემური არა მარლენიც უკმაყოფილო არის ხოლმე მაგრამ ნუ ხე რაშია საქმე ხო კი თქვენ ახართ მართლები და მე ვარ რა თქმა უნდა მტყუარი რაზეა საუბარი ასე რომ ჩემო კარგებო აი ამ ხიარულ და მარილიანე ნოტაზე დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება ახლა კი დადგა ის მომენტი როდესაც ვნახავთ ვის ერგება დაპირებული თოფი აუცილებლად შეგვეხმიანეთ